გამარჯობა, მე ზურაბ ყამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. შალაშინებზე ერთი ვიდეო ჩავწერე, მაგრამ ძალიან გრძელი გამოვიდა, საათზე მეტი იყო და ამიტომ ჯობს სათქმელი რამოდენიმე ნაწილად გავყო. დღეს კალაპოტის ზომაზე ვილაპარაკებ, რა მასალით არის კალაპოტი დანის სიგანესა და ბუდეში ჩამაგრებაზე, როგორ მაგრდება ბუდეში დანა. მეორე ვიდეოში უკვე რისთვის ვიყენებ ამა თუ იმ შალაშინს, ანუ რას ვაკეთებ. და ზოგადად სხვადასხვა ზომის შალაშინი რისთვის არის საჭირო. მესამე ვიდეო, ალბათ სამი ვიდეო საკმარისი იქნება. მესამე ვიდეოში უკვე დანის გალესვის კუთხესა და ბუდეში ჩაყენების კუთხეზე ვილაპარაკებ. მაშინ როგორი შალაშინებია? ბევრს ალბათ კინახავთ ხის კალაპოტით შალაშინი. ამ კალაპოტის სიგრძე დაახლოებით 250 მმ-ია, დანის სიგანე 50 მმ. არის ოდნავ პატარა კალაპოტიც, მოკლეც და ვიწროც. დაახლოებით 600 მმ და მეტი უკვე რანდა არის და დანის სიგანე 60-65 მმ. ასეთი კალაპოტი ზედაც საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა, ასეთი კალაპოტი, ხის კალაპოტი ითვლებოდა. აგრეთვე რკინის კალაპოტი, ლითონის ფურცელი, უმეტესობა ლისტს რო ამბობს. ფურცელი ყალიბში მოღუნეს და ასეთი შალაშინი გააკეთეს. ესეც ლითონის ფურცლით არის გაკეთებული. ასეთ შალაშინს ალბათ ნახავდით, ეს არის მისი ტარი. ესეც ლითონის ფურცელია. აგრეთვე ჩამოასხეს დურალით კალაპოტი. ეს არის დურალის კალაპოტი. ესეც ასხავდნენ თუჯის კალაპოტს, მაგალითად შალაშინი. ესეც თუჯის კალაპოტია. ზომა დიდ პატარა არის, ხედავთ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში ფირმა სტენლი დაარსდა. მათ შალაშინები ზომების მიხედვით დანომრეს და არის პირველიდან 8 ნომრის ჩათვლით. კიდე არის შუალედში, მაგრამ რო არ გადაგტვირთოთ ნომრებით და ზომებით, ასე მარტივად ვთქვათ. ეს შალაშინია დაახლოებით პირველი ნომერი შალაშინის ზომა. დაახლოებით რატომ? ამის კალაპოტის სიგრძე 150 მმ-ია, დანის სიგანე 30 მმ. სტენლის შალაშინის სიგრძე, კალაპოტის სიგრძე 140 მმ-ია, დანა თითქმის 32 მმ. თითქმის რატომ? რადგან ინგლისში იცით რომ ინჩებით ზომავენ და ამიტომ არ არის 31 ან 32 მმ დამრგვალებული. მილიმეტრებში ასეა. 31 და 7/7 მმ. მეორე ნომერი შალაშინი არც მინახავს, არ შემხვედრია. ეს არის დაახლოებით მესამე ნომერი შალაშინის სიგრძის. 220 მმ-ია კალაპოტის სიგანე, დანა აქაც 30 მმ-იანი იყო სიგანით. მაგრამ ამოვიღე თან დანის ჩაყენების მექანიზმი ძალიან ცუდი იყო და ისიც მოხსენი. გავფრეზე ბუდე, რომ უფრო განიერი დანა ჩამედგა შიგნით, ჩამეყენებინა. ახლა 335 მმ-ია დანის სიგანე. შემდეგია 4 ნომერი. კალაპოტის სიგრძე 250 მმ-ია, დანის სიგანე 50 მმ. 5 ნომრის კალაპოტის სიგრძე 350 მმ-ია გონი. კი, 350 მმ. დანა ესეც 50 მმ-ია. ეს ალბათ გახსოვთ პირის შეწებებაზე რომ საუბრობდი, იქ გაჩვენეთ და ამაზე ვთქვი რომ ეს არის ნახევარ რანდა. გონი მაშინ ვთქვი რომ ნახევარ რანდამ რაღაც არ მომწონს.
რატომ თქვი ესე? რუსულად არის პოლუფუგანაკ. ფუგან არის რანდა, პოლუ ნახევარი და უცბად გადმოვა ქართული. ასევე შეცდომით არის ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. ნახევარ შალაშინი. ოღონ რატომღაც რანდას ნაცვლად, ანუ დახატულია ხის კალაპოტები და წერია რომ ეს არის რანდა და გრძელი 600 მმ რო გითხარით, ის არის შალაშინი. ნუ თუ შეცდომით მახსოვს მეთქი რომ ვიცი რომ ეს არის შალაშინი, გრძელი კი რანდა. რუსულ ქართულ ლექსიკონში ვნახე რუბანაკ. ეს არის რუბანაკ რუსულად. ქართულად წერია შალაშინი. ფუგან თუ ფუგანაკ ზუსტად აღარ მახსოვს, არის რანდა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში რანდა განმარტებულია გრძელი შალაშინი. ესე იგი შეეშალათ ენციკლოპედიაში, რა თქმა უნდა ეს ადამიანმა დაწერა ხო და შეცდომით პირიქით დაწერა. იქაც ასე წერია ნახევარ შალაშინი, გადმოქართულებულია. გადმოქართულებულს ვეძახი, რადგან არსი არ არის გადმოტანილი, სიტყვები პირაპირ გადმოაქართულეს და რატომ? მაგალითად ვიტყვით ხო, ჯოხი გრძელია ან მოკლე. ნახევარი ქართულ ენაში ხო სხვა რამეს ნიშნავს და ესეც არის მოკლე რანდა. ამიტომ მოკლე რანდა უნდა ვთქვათ და არა ნახევარ რანდა. შემდეგი 6 ნომერი, ისიც მოკლე რანდაა. აღარ მახსოვს ზუსტად რამ სიგრძე არის და დანის სიგანე 60 მმ-ია. თუმცა ერთ-ერთ ვიდეოში რუსულად უყურებ ვიდეოებს, დურგლები საუბრობენ შალაშინებზე და ზოგადად სადურგლო საქმეზე და იქ ამბობს ერთი პიროვნება რომ 6 ნომერს შეგვიძლია რანდა ვუწოდოთ, რადგან დანა 60 მმ-იაო. თუმცა მაინც დაყოფილია ასე რომ პირველიდან 4 ნომრის ჩათვლით არის შალაშინი, 5 და 6 ნომერი მოკლე რანდა. 7 ნომერი უკვე 550 მმ-ია დაახლოებით. კალაპოტის სიგრძე. დანის სიგანე 60 მმ და 8 ნომერი 600 მმ-ზე მეტია, მგონი 650 მმ, ზუსტად აღარ მახსოვს კალაპოტის სიგრძე. დანა უკვე 65 მმ. ამ შალაშინის კალაპოტიც 250 მმ-ია. დანა 50 მმ. ეს არის შერჰებელი. გერმანული სიტყვაა, ქართულად არ გადმოთარგმნეს და ასევე არის შერჰებელი. კალაპოტის სიგრძე 250 მმ-ია, დანა 30 მმ. ესეთი ვიწრო რატომ არის? მეორე ვიდეოში ვისაუბრებ. ესეც პატარა მოკლე შალაშინი. ესეც მოკლეა. ზომები, მოდი, მაგრამ გავზომოთ და გეტყვით. 130 მმ-ია კალაპოტის სიგრძე. ეს 150 მმ. ამ შალაშინის კალაპოტის სიგრძე 230 მმ-ია. დანის სიგანე კი 45 მმ. ასეთივე შალაშინი არის ეს. ოღონდ დაბლიდან რკინა დავამაგრე, რომ მყარი იყოს. ესეთი შალაშინი გავაკეთე პროფილური მილით, ტრუბა კვადრატს ამბობს უმეტესობა. ესეც პროფილური მილით გავაკეთე. ეს არის მოსათლელი, გინდ სათლელი უწოდოთ. ამ შალაშინებს ალბათ შეამჩნევთ რომ მაგალითად 5 ნომერი რო ავიღოთ. წინა ნაწილი დაახლოებით ორჯერ მოკლეა ვიდრე უკანა ნაწილი.
თქვი მგონი რომ არ მომწონს ამ ხელა სხვაობა. კი, ეს პატარა არის ხომ და ტარიცხო უნდა გქონდეს. ამიტომ წინა ნაწილი ვერ იქნება გრძელი. მაგრამ აქ ხო შეიძლებოდა რომ უფრო გრძელი ყოფილიყო წინა. ტარი შორს არის. დაახლოებით 20 მმ-ით რომ მიეწიათ ტარი. აქ უკან ესეთი გრძელი აღარ იქნებოდა, წინ დაუმატებდნენ იმ 20 მმ-ს. მაგალითად, სტენლის ფირმის მოკლე რანდა. ტარი წინა აქვს, დაახლოებით ასევე როგორც ამ შალაშინს. ესე ახლოს აქვს. იქაც იგივე არის. სიგრძის 1/13 პირის წინ არის, 2/13 უკან. მათაც რატომღაც ასე გადაწყვიტეს რომ ტარი რო არის გამოშვერილია უკანა ნაწილი. ხო შეიძლება წინ დაემატებინათ. რანდა არის და უკეთესად გარანდავდა, უფრო გაასწორებდა. დანის ჩამაგრება, როგორ მაგრდება დანა. ხის კალაპოტში ხის სოლით მაგრდება დანა. ჩაქუჩად ოქრომს ვიყენებ კაფუჩითა და ჩაქუჩივით ხმარობ. თუ კი დანის ამოღება გვინდა, უნდა დავარტყათ აქედან, ალბათ თუ გინახავთ ესეთი კალაპოტი, ნახავდით რომ დაბეგვილი არის ეს ადგილი. გავარტყავთ, ამოიწევს სოლი, ამოვიღებთ, მაგალითად გავლესავთ დანას, ჩავაყენებთ ისევ და შემდეგ ასე გავჭედავთ. ესეც დაბეგვილია. ხო, დამავიწყდა, გავუბრუნდები ისევ შალაშინის კალაპოტს. ვამბობდი რომ მინდა გავაკეთო თანაბარი სიგრძე რო ქონდეს. ანუ დანა კალაპოტის შუაში გამოდიოდეს. დილოში ვნახე ჩინური შალაშინი. 280 მმ-ია კალაპოტის სიგრძე და დანა შუაში გამოდის. ეს არის მისი ტარი. კი, გავაშალაშინე, მაგრამ მაინც ხელი უნდა მივაჩვიო. ჩვეულებრივ ასე გვიჭირავს შალაშინი. რანდაც ასე გვიჭირავს. ამასაც მიჩვევა უნდა ხელს რომ სწორად გააშალაშინო. დანა შევცვალე, ესეც ხის სოლით მაგრდება დანა. ეს არის ამ შალაშინის დანა. კარგი დანა არის, 3 მმ-ია დანის სისქე, მასალაც კარგია, გავლესე, გავაშალაშინე. მაგრამ მაინც მინდა ხის შალაშინი გავაკეთო, თანაბრად რო იყოს ორივე მხარე, ანუ დანა შუაში რო გამოდიოდეს. ყველაზე რთული ხის სოლით არის დანის ჩამაგრება, რადგან მაგალითად ჩინურ შალაშინს რო უკვე სოლს დავარტყავდი ხოლმე, დანა გამოქონდა. დავიჭერთ ესე შალაშინს, დაბლა თეთრი ფონი უნდა იყოს, რომ კარგად ჩანს უკვე დანა რო გამოდის. გამოვწევთ ეს დაგაკუნებით, გამოვწევთ დანას, შემდეგ სოლს დავარტყავთ და გაიჭედება. თუ ცოტა გვერდულად გამოვიდა აქეთ-იქიდან, რომელი მხარდანაც აუცილებელია წავარტყავთ, გავასწორებთ დანას. ცოტა უფრო მარტივია, მაგალითად, ამით რო გაჩვენოთ. ესეთი დამჭერი აქვს დანას. მოდი ამას გაჩვენებთ. მსგავსი დამჭერია, ოღონ ღარია რომ არ გაცურდეს დამჭერი. წინ აწვება დანას აქ ესეთი ღერი ამაგრებს. აქაც იგივე, შევხედავ ხელით ვასწორებ და გადაუჭერ ხოლმე. წეღარ რომ ახსენებ, დურგლები საუბრობენ მეთქი, გვირჩევენ რომ ძალიან არ გადავქაჩოთ, რადგან შეგვეძლოს დანის გასწორება მუშაობის დროს. მაგალითად, ცოტა მეტი საღება გვინდა, წავარტყავთ ჩაქუჩს, დავარტყავთ, ოდნავ გამოვა და მეტს ავიღებთ. თან
თუ ჩავაყენეთ მაგალითად დანა, კი, გავასწორეთ რომ თვალით, მაგრამ ერთ მხარეს გაშალაშინებისას შევამჩნიეთ რომ ერთ მხარეს ცოტა სქელბურბუშელას იღებს. წამოვარტყავთ ჩაქვიც, გავასწორებთ. ამაზე ცოტა უკეთესი მექანიზმი აქვს ასეთ შალაშინებს. ორი ღერი არის აქეთ-იქით ხრახნიანი. აქ გაჩვენებთ განგებ გადმოვიღეს შალაშინი, გავაფუჭე უკვე, რამოდენიმეჯერ გადავაკეთებ. ასე ბუდე ორი ღერი არის, ბორბალს უწოდებენ ამას. დანა იდება, დავატრიალებთ. გადის დანა, ან ამოვიდან თუკან, ამოვწევთ. ამ შალაშინით გაჩვენებთ. სანამ ალღოს აუღებდი, როგორ გავასწორო, წვალობდი და რატომ? მინდა 2 მიათედით გამოვწიო დანა. დავიჭირე, ერთი ბორბალი დავატრიალე, გამოვიდა. დავინახე რომ გამოვიდა 2 მიათედით. დავიწყე მეორე ბორბლის დატრიალება და რომ მიაწვა აქ. მიაწვა, გამოწია. აქეთ რომ მიაწვა უკვე ეს ბორბალი, ეს კუთხე უფრო მეტად გამოიტანა. ამიტომ შევხედე გამოვიდა საჭირო ზომაზე, იგივე რომ ვთქვათ 2/10 მილიმეტრის. შემდეგ უკან დავატრიალე ბორბალი რომ რქას ამას გავუწოდოთ. მოაწვა უკან, წინ აღარ წავიდეს. შემდეგ უკვე მეორე ბორბალი დავატრიალე, გამოვიტანა ისიც იგივე 2/10-ზე. გადაუჭირეოდნავ და ეს ისევ დავატრიალე რომ წინ უბრალოდ მიედოს. ესე საიმედო არის უფრო რომ გაშალაშინებისას დანა უკან არ წამოვა. ყველაზე კარგი მექანიზმი სტენლის ფირმას აქვს. ბეილი იყო ერთ-ერთი პიროვნება, იმან მოიგონა ეს დანის გასწორების მექანიზმი. და როგორია ეს? ამას ბაყაყი უწოდეს. ნოს ბუდე. აქვს ბორბალი ხრახნი ღერზე. გადის, გამოდის. აქ შვერილი რომ გაჩვენე, მოძრაობს ხომ? ორმაგი დანა არის ეს. არის დანა და ბურბუშელ სატეხი. ბურბუშელ სატეხს აქვს ეს ჭრილი. ზუსტად ეს ჭრილი ჯდება აქ, რომ დანა გავწიოთ ან ამოვწიოთ უკან. ეს ბერკეტი არის დანის გასასწორებლად. ჩავაყენეთ დანა, გავწიეთ და თუ ერთი მხარე რომელიმე უფრო მეტად არის გასული, ამით ვასწორებთ. რომ თანაბრად გამოვიდეს დანა. ეს არის მისი დამჭერი, ჩამკეტი. ნუ გაიჭედა რატომღაც. ეს ჩამკეტი ისე უნდა იკეტებოდეს რომ არც ძალიან დაგჭირდეს დაწოლა და ასევე გახსნა, არც თავისუფლად. ხლა ეს თავისუფლად არის. უმეტესობამ შურუპი იცის. შურუპი ისე უნდა დაუჭიროთ რომ ძალითით ჩავკეტოთ და გავხსნათ ეს ჩამკეტი. რადგან დანის გასწორებაზე არ გვაწოლოს. თუ ძალა დაჭირდა ძალიან დაუჭირეთ, მეტად აწვება. და გვჭირდება უკვე გასწორება. ადვილად ვეღარ გავასწორებთ. ასეთი მექანიზმი აქვს ყველა ნომერ შალაშინს. პირველი ნომრიდან დაწყებული 8 ნომრის ჩათვლით.
სტენლის ფირმის შალაშინებს. აგრეთვე გავაკეთე ერთი შალაშინი. წინა ნაწილი მოკლე აქვს. ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბრებ. რატომ? ან ეს არის იაპონური შალაშინის მსგავსი. უკან ნაწილი მოკლე არის, წინ გრძელი. იმიტომ კი არა რომ იაპონურია და კარგია. საქმეში დამჭირდა და გავაკეთე ესეთი. ამ შალაშინსაც წინა ნაწილი მოკლე აქვს. ამასაც ცოტა გრძელია, მაგრამ მაინც მინდოდა რომ უფრო გრძელი ყოფილიყო და ამიტომ ესეც წეგარო გაჩვენეთ პროფილური მილით. უფრო გრძელი გავუკეთე წინა ნაწილი. მინდა ეს გადავაკეთო ისე რომ ახლა აქედან არის ჩაყენებული დანა. თუ დამჭირდა, აქედან ჩავაყენო რომ წინა ნაწილი უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ეს უკანა ნაწილი. დანიშნულების სამებრ როგორ ჭირდება იმის მიხედვით. კალაპოტის გეომეტრია. ნებისმიერი შალაშინის ძირი აუცილებლად უნდა იყოს იდეალურად სწორი. არც ამოზნექილი, არც ჩაზნექილი, არც გადაგრეხილი. რადგან როგორი ძირიც აქვს, ისე გაასწორებს ჭყალებში ზედაპირს, ხო? ამიტომ ძირი აუცილებლად იდეალურად სწორი უნდა იყოს. ორივე გვერდი კარგია რომ 90 გრადუსი იყოს ძირის მიმართ. საბჭოთა შალაშინების გვერდები კი არა, ძირი არ იყო სწორი. გვერდებს ვინჩივის. ერთი შალაშინი მაინც ჯობს რომ ცალი კუთხე აუცილებლად 90 გრადუსი იყოს. ეს შალაშინი რო ვიყიდე, ზუსტი არ იყო 90 გრადუსი, მაგრამ მაინც 90 გრადუსი ზუსტი რას გულისხმობ რომ ყველა ადგილი 90 გრადუსი არ იყო. ძირიც არ იყო სწორი. რო გავატარე რამოდენიმეჯერ რო ვაშალაშინებდი, აი ესე ზოლად გაპრიალდა, ანუ რაც მაღლა იყო, ამობურცული რაც იყო, ის ადგილები გაპრიალდა. მილიმეტრის რამოდენიმე მეათერძე აქ ლაპარაკი. ახლა გავასწორე, რამოდენიმე დღის წინ გავასწორე. ის კი როგორიც იყო თავისივე არაფერი შემიცვლია, ისე ვაშალაშინებდი, ისე ვარგებდი პირისპირებს 90 გრადუსზე იყო. ნაკლის მიუხედავად. მე რა კი ასე ვიჭერდა, ასე ვაშალაშინებ მიწოლით. არა, მოკაჩვით. ამიტომ თან მარჯვენა ხელით თუ ის საცია არ და მიწოლით უნდა გააშალაშინოს, მაშინ ეს გვერდი უნდა იყოს 90 გრადუსი ძირის მიმართ. მე ეს გვერდი გავაკეთე. გავასწორე 90 გრადუსზე. ძირიც გავასწორე და გვერდიც გავასწორე. მეორე გვერდი არ მჭირდება, აღარ მიწვალე ამისთვის. ასეთი კალაპოტის იმედი არ გქონდეთ რომ სწორი იქნება, რადგან ეს მოღუნული ეს კალაპოტიც არ არის სწორი. ძირი ამოზნექილია აქ დანასადაც გამოდის ჭრილთან. ნებისმიერი ასეთი ფურცლით მოღუნული კალაპოტი არ არის სწორი. და იმედი არ გქონდეთ განსაკუთრებით ასეთ თხელი ფურცელი როცა არის, რომ სწორად გააშალაშინებთ. თუნდაც იმიტომ რომ სწორი რომც იყოს, მაინც თხელია და შეიძლება ოდნავ დაიდრიკოს გაშალაშინებისას და არ არის საიმედო. ამიტომაც ამოვაკარი რკინა ამ შალაშინს. ამ შალაშინის კარი საბავშვო შალაშინია მეთქი უხუმრობ, ხელში იკარგება, ვერ ვიჭერ კარგად. ამიტომ გავაკეთე ესეთი გრძელი. უკვე კარგად ვიჭერ ხელში. ეს არ მჭირდება ზუსტი საქმისთვის. არ მჭირდება და ამიტომ ჩვეულებრივ ვიყენებ შალაშინს. ამოვაკარი რკინა, გამოუჭერი განისთვის. ცოტა ზომებში შევსდი, აქ ოდნავ გრძელი გამომივიდა, ჯობდა თუნდაც ეს 9 სანტიმეტრი წინ ყოფილიყო. გულს გაუხარდებოდა. ასეთი კალაპოტი წეგან გაჩვენეთ. ამის ნაკლი ის არის, რომ იგივე
ეს შალაშინი. ეს არის მისი ტარი. ასე უკან დგებოდა. ნაკლი რა აქვს ამ ორივეს რომ დანის სიგანი არის. ამიტომ ჭირს დანის გასწორება. მოხსენი და ესე გავაკეთე დანა. ჩავაყენე სხვანაირად და ამ კალაპოტის დანით ეს შალაშინი გავაკეთე. დანას და დამჭერის ამ შალაშინის არის. ეს აღარ გადავაგდე. კაცმა მაჩუქა და იყოს მეთქი სამახსოვროდ დავიტოვე. ძირის გეომეტრია თქვი. გონი სულ ეს არის დღეს 10 მინუტა მე თქვა. დაგემშვიდობებით.